პროცესები დაწყებული გასული წლის 26 ოქტომბერს და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, არა მხოლოდ თბილისში არ სრულდება და ჩანს არც დასრულდება ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე საქართველოს de facto ხელისუფლება, თვითაღიარებული ხელისუფლება, ასეც უწოდებენ ხოლმე, უკან არ დაიხევს. ეს უკანასკნელი კი ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით უკან დახევას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ აპირებს და სჩადის de facto ხელისუფლება მეტ უკანონობას და რაც მეტ უკანონობას სჩადის, მით მეტ ხალხს იღებს თბილისის ვიმეორებ და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში. მაგალითად, როცა პატიმრობაში დატოვა მან ახალგაზრდები, ეს კიდევ ერთი უკანონობაა. კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ რეპრესიული მანქანა ამოქოქილი აქვს და კვლავ ვიმეორებ უკან დახევას არ აპირებს. ამ ამბავს, ამ კონკრეტულ ამბავს გუშინ მოქალაქეებმა დაუპირისპირეს ფრიად საინტერესო აქცია, კერძოდ მოქალაქეები მივიდნენ იქ, სადაც ქეიფობდნენ მოსამართლეები და კვერცხების წვიმა გაიარეს კლანის წევრებმა და პოლიციის დახმარებით გამოვიდნენ რესტორან ბაბილოდან, იცით თქვენ. 1, 2, 17 თუ 59 მოსამართლის, ცუდი მოსამართლის, კლანის მოსამართლის ქმედების გამო მთლიანად ილახება ისედაც შელახული მესამე ხელისუფლება, ანუ სასამართლო ხელისუფლება და ვინმე იტყვის, რომ ასეც უნდა მოხდესო, მე პირადად მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს, უნდა ჩამოინგრეს მთლიანად ყველა სისტემა, რომელზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი. პირველი კითხვა, მე მიმართავ ეკაგი გაურს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ლიდერს, რომელსაც მივესალმები ეკა, როგორ ფიქრობ, გაგრძელდება თუ არა ივანიშვილის ეს რეპრესიული პოლიტიკა, სწორად, როდემდე შესწევს მას უნარი, რომ გააგრძელოს ეს რეპრესიული პოლიტიკა, მოსამართლეები აკეიფოს ერთი წუთით ცინიკურად, იკეიფონ მათ და მანამდე კი გამოიტანონ ესეთი უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეებით ადრე ვიხილეთ ჩვენ. მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობ ისმენ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. იცით, მე მგონია, რომ დიდხანს ეს ყველაფერი ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ იმისთვის რომ ეს გაგრძელდეს, მათ ჭირდებათ კონკრეტული ადამიანური რესურსები და ასევე ჭირდებათ შესაბამისი განწყობაც, ხო, შეკრულობაც ამ გუნდში და იმ ადამიანების ასე ვთქვათ, განწყობები, რომლებიც აი მათ უკანონო დავალებებს ასრულებენ, მათ ეს უნდა უნდოდეთ, ხო? და რაღაცა მოტივირებულებიც უნდა იყვნენ ამავდროულად. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ერთის მხრივ ქართული ხალხი არ იღლება და ძალიან მართალ ბრძოლაში არის შესული, ანუ არის მშვიდობიანი, დგას იმ აქციებზე, არის უზარმაზარი სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. თვითონ კონკრეტულ ადამიანების აღმოჩენას ვახდენთ, ხომ, იმიტომ რომ თურმე ამდენი წესიერი, კარგი, გულანთებული ადამიანი არის ჩვენს გარშემო, უბრალოდ ისინი თავისი საქმით იყვნენ დაკავებულები და დღეს ახლა, როდესაც ჟურნალისტები მათგან ინტერვიუებს იღებენ, უბრალოდ წარმოუდგენელია, ხომ, აი აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანებს რომ უსმენ და ეს არის ერთის მხრივ ეს ჭირდება, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ კიდევ იმას, რომ როდესაც საუბარი არის იგივე სანქციებზე, ხო, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირება ხდება არა მხოლოდ მაღალი, ესე იგი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების, ხო, მაგ ხდება მათ შორის ვიზების აკრძალვა კონკრეტული პირებისთვის, მათ შორის მოსამართლეებისთვის, მათ შორის საშუალო რგოლის წარმომადგენლებისთვისაც, ხო? ამიტომ ისინი ხედავენ, რომ არავინ არ არის დაცული. რაც არ უნდა ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილმა და მათ მოისმინეს კიდევაც თვეების წინ, როდესაც ის ამბობდა, რომ არანაირი სანქციები არ იქნებაო, ეს სანქციები იქნება და ეს სანქციები შეეხება არა მხოლოდ მას, არამედ ნებისმიერ სხვას, ხომ შეიძლება იყოს კონკრეტული
პოლიციელი, რომელიც სრუჩვენებას აძლევს, შეიძლება იყოს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც სჯის, ასე ვთქვათ, დაკავებულ პირებს და არ მოქმედებს კანონის შესაბამისად. ანუ, როდესაც აი ესეთი მდგომარეობა ივანიშვილის გარშემო, მე მგონია, რომ იმას ძალიან გაუჭირდება კიდევ დიდხანს გააგრძელოს ეს ყველაფერი და ჩვენც ვნახეთ ხომ ახლა გასული დღე არის გუშინ საღამო არის გამონაკლისი ცხადია, მაგრამ ბევრი დღის განმავლობაში აღარც დაკავებები ხდებოდა, აღარც დარბევები ხდებოდა ხომ, ანუ რეალურად ისინი უყურებდნენ სიტუაციას და ხედავდნენ, რომ მათ შორის შიგნიდან ზეწოლა და გარედან ზეწოლა იზრდება და მათთვის სულ უფრო რთული ხდება ოპერირება ასეთ სიტუაციაში. ეკა მესმის და მე სანქციებზე მესმინდოდა მე კითხა როგორც ამგვარი ფორმულირებით მე მესმის რომ კონკრეტულ პირებს და მართებულად შენიშნავს შენ რომ ეხება არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკოსებს არამედ ეხება ყველა იმ პირს რომელთანაც მიკრო თუ მაკრო მასშტაბით ძალაუფლება კონცენტრირებულია ბიზნესში მათ შორის აქვე გაგახსენებდა მაყურებელს პირველ ყოვლისა რომ ნოემბრის თვეში მეთიუ მილერის მიერ თუ არ ვწდები და არ ვწდები ითქვა შემდეგი წინააღმდება რომ 2012 წლიდან ვისაც კი უვნია ქართული სახელმწიფოსთვის ისინი ყველანი იქნებიან გამადიდებელი შუშის ქვეშ და ვინძლო ვინიცის მათზე უკლებლივ ყველაზე სხვათა შორის ხო მოხდება შესაბამისი კვალიფიკაციის სანდოობის გამოძიება და გამოქვეყნდა აეკისრებათ სანქციები საჭიროების შემთხვევაში. ეტკინებათ კი ეს სანქციები. მე მესმის რომ ეწყინება რუსიძეს. მაგრამ ეტკინება თუ არა, იმიტომ რომ აი ლაშანაცვლიშვილს ან ვასილ მაღლაფერიძეს ვინმე გეტყვის შენ. სულაც არა აქვს ქონება შეერთებულ შტატებში და ამ პერიოდში წასვლა შეერთებულ შტატებში შეიძლება სულაც არ უნდოდეს თუ მაინც და მაინც სამგზავრო, სავიზო შეზღუდვები ექნება. და აი რას რითი დააზიანებს მაღლაფერიძეს თუ ნაცვლიშვილს მეც მიცნობ ილია წულაიას ბიზნესმენს რომელიც მაღალი ალბათობით მოხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში ეს შეიძლება მისთვის ძალიან ტკივნეული იყოს მაგრამ ოკეი როგორ ეტკინებათ თუ გინდა ესე ვიკითხავ ну არ გაუხარდებათ ხო ესეც ხომ არის ანუ როგორ შეიძლება რომ გაგიხარდეს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირი და კონკრეტული ევროკავშირის ქვეყნები ამბობენ რომ შენ ხარ სამართალდამრღვევი შენ ძირს უთხრი საკუთარ ქვეყანას შენ ჩაგრავ ადამიანებს შენ მონაწილეობ წამებაში ადამიანების და შენ ხარ აბსოლუტურად მიუღებელი განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ამიტომ ჩვენთან არასოდეს არ ჩამოხვიდე არანაირი ქონება არ გაიჩინო და თუ კი ამას იზამ ყველაფერი გაიყინება და თუ კი ეს გააქვს რა თქმა უნდა გავყინავთ და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს დავждით ვისაც შენთან გარკვეული ურთიერთობა აქვს ხო მათ შორის აი ეს უნდა მეკითხა შეიძლება შვილებზე ოჯახის წევრებზე გადავრცელდეს ეს სანქციები ასეა კი ბატონო მეორე საკითხი რითიც თქმაც მინდოდა ხო მხოლოდ მათზე არ არის მათ ოჯახის წევრებზეც საუბარი ზოგ შემთხვევაში ხო ამიტომ აქ ეს არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ რომ ეს ადამიანები დასანქცირდნენ იმისთვის რომ მონაწილეობენ წამებაში იმისთვის რომ მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმისთვის რომ ძირს უთხრიან საკუთარ სახელმწიფოს იმისთვის რომ ემსახურებიან რუსეთს და ზუსტად ამის გამო ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც ვერასოდეს ვერ ნახავენ ვერც ევროპას და ვერც ამერიკას და კიდევ ერთხელ თუ მათ გააჩნიათ გარკვეული ქონება იქ რა თქმა უნდა ეს ქონებაც გაყინული იქნება და ყველა დაისჯება ვისაც მათთან იქნებათ ურთიერთობა ამიტომ მე მგონია რომ არ ვიცი რაც არ უნდა მათ ილაპარაკონ საჯაროდ რომ მათ ეს არ ადარდებთ, როგორ არ ადარდებთ? თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც არაფერი ახლა შეიძლება ვიღაცები კი არიან, ვისაც არაფერი არ აქვთ და არც ევროპაში წასვლა უნდათ და არც ამერიკაში წასვლა უნდათ, არც მათი ოჯახის წევრებს და უნდათ რომ, რა ვიცი, მხოლოდ საკუთარ ბინაში გააგრძელონ საქმიანობა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თვითონ ქვეყანაშიც სულ ცოტა ხანში მათთვის საქმიანობის გაგრძელება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი
ადამიანი, რომელიც გამდიდრდა კორუფციით, არაფერი არ ქონდა, არ ებადა აქამდე და შემდეგ უკვე რაღაც შეიძინა ქონება, მათ შორის ინგლისში, ხომ? ეხლა ეს ინგლისის სანქციებიც ძალიან მწარე იყო ძალიან ბევრისთვის, ამიტომ და შეიძინეს იქ ქონება, იქ ბიზნესი აქვს და ასე შემდეგ და უცბად ეს ყველაფერი დარტყმის ქვეშ დადგა, ხომ? ანუ როგორ შეიძლება რომ ეს არ გადარდებდეს, ხომ? რაც არ უნდა მათი ლაპარაკონ, ეხლა ხო სისულელია, ვის ჯერა მათი. ისინი ხომ რა თქმა უნდა დარდობენ ბინა კი არა, რა ვიცი, ჩვეულებრივი რაღაც ისეთი საგანი რომ წაგართვან, იმაზე დარდობდა. შეიძლება იდარდოს ადამიანმა და ხა წარმოიდგინეთ, ამდენი წლის განმავლობაში კორუფციით მოპოვებული ასეთი ნაწვალი ქონება, რომელსაც მალავდი თან, ხომ, ამ ფულს რო აკეთებდი, ამას ყველაფერს მალავდი, გინდოდა რომ არავის არ გაეგო, ბოლო-ბოლო გამდიდრდი, ეს ყველაფერი შეიძინე და ამის შემდეგ რაღაცა ამას გართმევს, ხომ? მე არ მჯერა რომ ისინი ამაზე არ ნერვიულობენ, მე არ მჯერა რომ მოსამართლეები არ ნერვიულობენ, თუნდაც ვიზების აკრძალვაზე მე ვნახე ის მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები სასამართლოში უკვე დასანქცირების შემდეგ და ნამდვილად არ ქონდათ საქმე სახალისოდ, ნერვიულობდნენ კიდევაც და დარწმუნებული ვარ, კითხვებიც კი დაუსვეს გარშემო ადამიანებს, რომ რას ნიშნავს ეს ესტონეთმა რომ დაგასანქცირა და ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიაშიც ვერ შეხვალ. ხო, ამასობაში გუშინ გავრცელდა, მე არ დავასახელებ გვარს, იმიტომ რომ დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი მაღალ ჩინოსანი სულაც არ შეუშვეს პარიზის დეგოლის აეროპორტში, ოჯახთან ერთად გამოაბრუნეს. მე არ ვიცი, კვლავ ვიმეორებ, ეს არის თუ არა ნამდვილი ინფორმაცია, უტყუარი ინფორმაცია, თუმცა სულაც არ გამოვიწყავ და ახლა ამგვარი კითხვა ეკა. მე მესმის რომ ის რასაც მოქალაქეების ნაწილი ჩადის პროტესტის მონაწილეებისა, მაგალითად გუშინ რაც გავაკეთეთ, ხო, რაც გააკეთეს ახალგაზრდებმა, მე ყოფილა ველიაშვილის ქუჩაზე, როცა კვერცხების წვიმა დააყარეს მოსამართლეებს და რომლებიც მიდიოდნენ კორპორატიულ შეკრებაზე, ეს შესაძლოა თლად ესთეტური საქციელი არ არის. მაგრამ მე მაქვს ჩემი ლოგიკა. როდესაც შენ გიპირისპირდებიან ბრუტალური ძალით და ისეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ, რა უკანონო გადაწყვეტილებებს ჩვენ ვუყურებთ, ვადევნებთ, თვალყურს წლებია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, მოქალაქეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში კანონი აგრესიული იყო, მაგრამ კანონი არ დაურღვევია კვერცხის როლით, ესეთი ხოშფეშ სიცხრის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად არ ეკიცნება, მოქალაქეს ვერ გაამთხო. როგორ გონია, სწორედ ამის გამო ეს კუთხეში მომწყვდეული პოლიტიკური ცხოველები უფრო გამწარდებიან თუ არა და უფრო მეტ აგრესიაზე წამოვლენ თუ არა უკვე სამომავლოდ? მე მგონია რომ ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე ის მოცემულობა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხომ? ჩვენ ვცხოვრობთ მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ინსტიტუტები თავის როლს არ ასრულებენ და არ მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხომ? ეხლა ჩვენ რომ გამართული სასამართლო გქონდეს, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ თუ კი მივმართავთ კონკრეტულ ინსტიტუტებს, ისინი გამოიძიებენ, მათ ექნებათ კონკრეტული რეაგირება გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით, ხომ? ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად სახლებში დაველოდებოდით იმას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ხო? დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დაკავებულ პირებს, ნაცემ ადამიანებს, წამების მსხვერპლებს და ასე შემდეგ. ამაზე არ რეაგირებს სახელმწიფო, რაღაცა სამართალს ვერ იპოვი ჩვენ სასამართლო სისტემაში, მოსამართლეს ახლა ჩვენც იცით რომ აკვირდებით ამ სასამართლო პროცესებს და ჩვენი ადვოკატები იცავენ კიდევაც დაკავებულებს, ესეთი ნაცემი და ნაწამები ადამიანი ყვებოდა თავის ისტორიას და მოსამართლემ გააჩერა და უთხრა რომ მე ეს არ მაინტერესებსო, მე შენი ამბავი არ მაინტერესებსო. ხო და როდესაც ახლა ესეთი რაღაცა ხდება და როდესაც ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 50 ადამიანი შეიძლება 4-დან 7 წლამდე პატიმრობაში გაუშვან აბსოლუტურად დასაბუთების გარეშე და მთლიანად მომავალი მოუსპონ ამ ადამიანებს, ხო? აბა ვკითხოთ ამ პირების ოჯახის წევრებს, როდესაც მათ იმედი არაფრის არ აქვთ, არავის იმედი არ აქვს, გარდა
ერთმანეთისა მედიის, არასამთავრობო სექტორის იქ მყოფი ადამიანებს, რომლებიც ვართ ერთმანეთის მიმართ ძალიან სოლიდარულები და რომლებიც ვიცავთ ერთმანეთს, ხო? ანუ აი ეს არის რა მოცემულობაშიც ვართ. ამიტომ მე მგონია რომ ის რომ ინსტიტუტები არ მუშაობს, ეს რა თქმა უნდა არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებლობა და ის რაც ხდება ამ ქვეყანაში, ყველაფერი, ყველანაირი აგრესია, ყველანაირი კანონდარღვევა, ეს ყველაფერი არის მისი პირადი პასუხისგებლობა, მისი პირადი, იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც მის უკანონო დავალებებს ასრულებენ, მაგრამ თავარი არის ის, მან გადაწყვიტა აი ესეთი ქვეყანა გქონოდა, მან გადაწყვიტა რომ ეს აქ ადამიანის უფლებების დარღვევები ყოფილიყო და მთელი ეს აგრესია რაც გროვდება საზოგადოებაში ესეც არსებობდეს. ეკა, მე როცა მეკითხებიან უკრაინელები ხანდახან მაქვს ხოლმე მათთან ონლაინ ჩართვები, არის თუ არა საქართველოში ბელარუსის სცენარი მეორდება თუ არა, ან უკრაინის სცენარი. მე ასე პასუხობ ხოლმე, რომ ყველა რევოლუციას თუ მაინც და მაინც ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესი მიმდინარეობს, ასე უნდა დავარქვათ, ხო? ყველა რევოლუციას აქვს თავისი ფერი და თავისი განსხვავებულობა სხვისაგან. მე ვარწმუნებ უკრაინელ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ჩემს კოლეგებს, რომ არა, ბელარუსი აქედან არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ტრადიცია, კულტურა გვაქვს ამ პროტესტებისა, წარმატებული პროტესტებისა, მათ შორის 2003 წელსაც არ გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ, ხო, ბევრ სხვა პროტესტსაც გულისხმობ. მაგრამ ახლა ესეთი კითხვა მაქვს, წავიდა თუ არა საბოლოოდ რა ივანიშვილი ახსენე, გადადგა თუ არა ივანიშვილმა ნაბიჯი იანუკოვიჩიზაციისაკენ. იანუკოვიჩი ხდება თუ ხდება ლუკაშენკო, რომელსაც ანუ პირი, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი. აი გეხსოვნება რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა რომ მე არ შევარდნაძე ვარ და არც ლუკაშენკო, რაც მე მოვთარგმნე ასე რომ მე შევარდნაძის მსგავსად თბილად სახლში წავედიო ასე არ ვიტყვიო და იანუკოვიჩმა რომ ისროლა, ვინიც ის იქნება უარესადაც კი ვისროლა და არც წავიდე როგორც იანუკოვიჩი წავიდაო. ხო, მითხარია ბა შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ესეთ მე ძალიან მიჭირს ხოლმე სხვა ქვეყნებთან შედარება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა ტიპის საზოგადოება და რეაქციები სხვადასხვა თემებზე სხვანაირი გვაქვს, ხო? ამიტომ ძალიან რთული არის ახლა ვთქვათ, რომ რა მიმართულებით, ანუ იმას დავემსგავს ერთ ქვეყანას დავემსგავსებით თუ მეორეს. ჩემთვის აქ საინტერესო ის არის, რომ როდესაც აი ეს პროპაგანდისტული არხები საუბრობენ იმაზე, რომ აი ეს არის მაიდანი და ასე შემდეგ. ანუ თვითონ ვინ არიან იანუკოვიჩები? თვითონ ეგ არიან? თუ მართალია, ანუ თვითონ ვინ არიან? ანუ რუსები არიან, ხო, აღიარებენ მაგას. ევროინტეგრაცია რო გააჩერა ის იანუკოვიჩები. ხო, ანუ ესენი არიან, ხო, ანუ აი რა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში თითქოს აი არ პასუხობდით ამ თემას, რომ აი რაღაც ეს პროპაგანდიზმი, მაგრამ სინამდვილეში ახლა რო ავიღოთ, ანუ ამტკიცებდნენ თვეების განმავლობაში, რომ ჩვენ ვართ იანუკოვიჩები და ჩვენ ვართ ის ხალხი გააჩერა ევროინტეგრაცია და რუსებთან შეკრული ხალხი ვართ, ხო? ანუ ეს ძალიან საინტერესო დაკვირვება მაქვს. ახლა რაც შეეხება საიტკენ მივდივართ, ახლა ზუსტად ვიცით რა, ხო? ვიცით ის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მოთხოვნები, ხო? გვაქვს საერთო მოთხოვნები და ვიცით ყველამ ერთად და მთელი საზოგადოება გაერთიანებულები ვართ ამ მოთხოვნების გარშემო და ვიცით, რომ ეს არის კრიზისის დაძლევის გზა, ეს არის ახალი არჩევნები, ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავებით და ყველა იმ პირის გათავისუფლება და ყველა საქმის შეწყვეტა, რომლებიც დაკავებული იყო არის და რომელზეც მიმდინარეობს დევნა, ხო? ეს ერთი. მეორე ჩვენ რაც გვაქვს არის ის, რომ გვაქვს უწყვეტი პროტესტი საზოგადოების მხრიდან, ყველას გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყავს ძალიან ბევრი ჯგუფი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი ლიდერები გამოვიდნენ სხვადასხვა ჯგუფებში, საინტერესო ადამიანები, აი ესეც ნამდვილად გვაქვს, ყველას ერთად გვინდა რომ ესე იგი
ყველა ერთად კოორდინირდებით და არ ვიღლებით, ხომ? ეს. მესამე რაც გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ხომ? ანუ ძალიან ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, ძალიან ბევრი რამ ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროკავშირშიც საქართველოზე საუბრობენ, საქართველოზე განცხადებებს აკეთებენ, დაიწყეს სანქციები, ეძებენ გზებს, როგორ დაასანქცირონ კონკრეტული პირები და არა ქვეყანა, აი ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შეეხოს ეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც ალბათ ცოტა უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, ეს არის უკვე პოლიტიკური პროცესი, რომელიც გჭირდება ამ ყველაფერთან ერთად, ხომ? აი ეს გვაქვს. ეს არის პროტესტი, თუ ეს არის რაღაცა ახალი პოლიტიკური პროცესი, თუ ეს სხვა რამ არის, ხომ? არ ვიცი, მაგრამ რეალობა და მოცემულობა გვაქვს ეს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამან მოიტანოს შედეგი, ხო? მე მგონია, რომ ამ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს, აი იმიტომ, რომ ეს კომპონენტები ყველაფერად ჩამოთვალე გვაქვს და ეს ალბათ არის ახლებური, ანუ საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ალბათ ეს არის უფრო მეტად და ამას ჭირდება გარკვეული ძვრები, ამას ჭირდება პროტესტი, ამას ჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ჩვენ გვაქვს და ნელ-ნელა მივიწევთ წინ. და ახალი პოლიტიკური კლასის დაბადებაც ან კრისტალიზაცია არსებულისა და შემომატება ამ პოლიტიკურ სპექტრში ახალი სახეებისა, რომელიც შერითქმის არ იყოს, გამოჩნდნენ და გამოჩნდნენ ამასობაში. პრეზიდენტი ზურაბიშვილის ამას ბრძანებს, სხვათა შორის ზუგდიდში გამოსვლისას მან პირველად არა, მაგრამ გაიმეორა, მოდი ასე ვიტყვი, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი პირები უნდა შემოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ბოლო კითხვა პრაქტიკულად, რომელიც ერთგვარად ეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც, მის როლს როგორ ხედავ ამ პროცესში? იმიტომ რომ მედია ხშირად ცდება, მედიის წარმომადგენლები ცდებიან, მაგალითად უწოდებენ ყოფილ პრეზიდენტს. ის ყოფილი პრეზიდენტი არ არის. მაგალითად ახდენენ ნუმერაციას, ამბობენ რომ მეხუთე პრეზიდენტია, თუ მეხუთეა და ესე ნუმერაციას ახდენ, შესაბამისად მეექვსეც არსებობს, მაგრამ თუ მეექვსეს არ სცნო ყველაშვილს, ხო? იმას ზურაბიშვილს მეხუთე კი არ უნდა უწოდო, პირდაპირ პრეზიდენტი უნდა უწოდო. მეოთხე ნამდვილად მარგველაშვილია, მესამე სააკაშვილია, მაგრამ ზურაბიშვილი ჩემი ახლით ყოველ შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტი. მესმის რომ ძალაუფლება მის ხელში არ არის, ვერ განახორციელებს კონკრეტულ შეწყალებას აქს ვერ მიიღებს და ასე შემდეგ და ვერ აღასრულებს, მაგრამ აი. კარგი, ამ კუთხით არ გეკითხებით ზურაბიშვილზე. განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ რა პროცესებს ველით, იმიტომ რომ ხსენებული ზურაბიშვილი დააპატიჟებულია ინაუგურაციას. და მის როლზე მითხარი ორი სიტყვა. მე ვფიქრობ, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ბოლო წლების განმავლობაში, მან განსაკუთრებით შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია, ხო? ანუ მის გარშემო მაინც დაყოფილი საზოგადოება ვიყავით, აი ხშირად საუბრობდნენ პოლარიზაციაზე და ასე შემდეგ, მაგრამ იმის გამო, რომ მას ძალიან პოზიტიური როლი ჰქონდა განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, ხომ? ამ შემთხვევაში დააქვეყნეს ევროინტეგრაციის კუთხით, ამ შემთხვევაში მან მოახერხა, რომ ადამიანები გაეერთიანებინა თავის გარშემო, ხომ? ეს ნამდვილად ასეა და მას აქვს სერიოზული მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის ახალგაზრდებშიც მინდა ვთქვა. მე ძალიან მიჭირს მართალი გითხრათ 20-ის შემდეგ რაღაცა პროგნოზების გაკეთება, ერთ-ერთი ვიცი რა უნდა მოხდეს, ხომ? 20-ის შემდეგ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს აი ეს პოლიტიკური პროცესი. რაზეც ვამბობ, ხომ? იმიტომ რომ ეს სამი კომპონენტი, რაზეც ვთქვი, ეს გვაქვს და ალბათ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იფიქრონ, როგორ მივდივართ წინ, ხომ? იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება კონსოლიდირებულია, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს და რა თქმა უნდა გვექნება 20-ის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ არაფერი არ შეიცვლება ქართული ოცნებისთვის, ამისთვის ამაში დარწმუნებული ვარ. მე მგონია, რომ აქ ასევე მნიშვნელოვანი არის ნიშნულოვანი ჯგუფების კოორდინაცია და ასევე ანუ ბრძოლის ახალ ხაზზე გადასვლა, მოკლედ.
მე ასე მგონია, განსაკუთრებით ამ ყველაფერში ხედავ საჯარო სამსახურის ძალიან დიდ როლს, იმიტომ რომ დღეს ფაქტიურად ისინი არიან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ახალი კანონის გამო ფაქტიურად დაუცველები არიან ყველა მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობენ ამ მიმდინარე პროცესებზე, ამ ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს თუ არ უჭერენ მხარს, ყველა არის დარტყმის ქვეშ და ეს ყველას შეეხება, ყველას გაუშვებენ სამსახურიდან უპრობლემოდ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ ხმა უნდა ანუ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ პროცესთან ერთად ალბათ საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესები და შიგნით წინააღმდეგობის გაწევას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაც შეიძლება მალე მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც გადაწყდება ეს კრიზისი, როდესაც დაინიშნება ახალი არჩევნები და როცა იქამდეც მგონია რომ შესაძლებელია რომ თვითონ ამ დაკავებულების გათავისუფლებაზეც და მათზე საქმის შეწყვეტაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ შეიძლება პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან ზუსტად ეს იყოს, რომ განმუხტონ ვითარება. ამიტომ ეს შემიძლია ვთქვა, ძალიან მიჭირს თვითონ ვინ შეიძლება იყოს საუბარი მასზე, ვინ შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. კიდევ ერთხელ როგორც თქვენც აღნიშნეთ, ალბათ ახალი ლიდერები და იგივე ახლა ჩემთვისაც აი მაგალითად იგივე არსებულ პოლიტიკურ პარტიებშიც ხომ სხვანაირად შევხედე კონკრეტულ ადამიანებს. მეც და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე, ხომ? ანუ თითქოს სხვანაირად გამოიყურებოდნენ ისინი წინა საარჩევნო პერიოდში, არ ვსაუბრობ ცუდად, კარგად, უბრალოდ, ხომ? ანუ აი სხვანაირი როლს ხედავდი მათთვის, სხვანაირად გამოიყურებოდნენ და დღეს შეიძლება უფრო მეტი, ანუ სხვადასხვა პირი უფრო რაღაცა სხვა ლიდერულ პოზიციებზე გადავიდა, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა პროცესს ვუყურებთ ჩვენ მათ შორის აქციების ფონზე. ამიტომ მე მგონია რომ აი ეს კრისტალიზება, რაც თქვენ თქვით, საზოგადოების ლიდერების, პოლიტიკური ლიდერების, ეს უნდა დასრულდეს უკვე და 20-ის შემდეგ უკვე აი რაღაცა ესეთი ახლებური სახით უნდა გაგრძელდეს. ეკა გიგაური იყო ჩემი სტუმარი ახალი ლიდერების აუცილებლობაზე მანაც ჩემი თქვის ჩემი არ იყოს ისაუბრა. ახალი ლიდერების პოლიტიკურ ველზე შემოსვლის თაობაზე ხმა მოიღეთ სამსახურიდან ყველას გაუშვებენ, ნუ ყველას თლად ვერა, მაგრამ ბევრს გაუშვებენ, ხო, ვისაც მოინდომებენ იმას გაუშვებენ. ეს ეკა გიგაურის სიტყვებია. შიდა წინააღმდეგობა აუცილებელიო, ესეც კალდნოეგა ბძანა და მე მადლობას ვუხდი მას გადაცემაში მონაწილეობისათვის, გამარჯვებას. წარმატებას ხო გისურვებთ ხოლმე, აი, ეხლა უკვე გამარჯვებას უნდა უსურვოთ და მალე გამარჯვება ერთმანეთს. ეკა გიგაური დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ, ეკა ნახვამდის.